ნიკამელია, რომელიც ადმინისტრაციული წესთა დაკავებული ამ დრომდე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერის დაკავებას აკრიტიკებს ოპოზიცია. აღსანიშნავია, რომ 2 საათში გაიმართება მისი სასამართლო პროცესი, ამჯერად საუბარია საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე. რასაც ხადებს ადვოკატი, როგორია პოლიტიკური შეფასებები, ამ თემით ახლა თათია ტაბეშაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. თათია, გისმენთ. დიახ, ლიზა, ნიკამელია დაკავებული არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ან სხვაგვარ ქმედებას. ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გვიან ღამით, როდესაც ის იმყოფებოდა მის თანხმლებ პირებთან ერთად ავტომობილით და გადაიყვანეს დიღმის დაკავების იზოლატორში. ღამის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მისი თანაგუნდელები, მასთან შევიდნენ ბუნებრივია მისი ადვოკატები, როგორც წესისამებრ ხდება 48 საათის განმავლობაში უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემთხვევაში დაკავების დროს, თუმცა აქ უკვე არის ასეთი საკითხი, რომ ნიკამელიას წარდგენილი აქვს ბრალი კიდევ სხვა მუხლით. ის არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის წინაშე, რის გამოც უკვე დაიწყო პროცესები პროკურატურის მხრიდან და მას შეიფარდა გირაო 50,000 ლარის ოდენობით, რომელიც არ გადაიხადა. ამისთვის მას ჰქონდა ერთთვიანი ვადა, რომელიც ამოიწურა გუშინ. თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ არ გადაიხდიდა ამ თანხას და უკვე დღეს უნდა გამართულიყო პროცესი, სადაც პროკურატურა მოითხოვდა მისთვის უკვე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას. ასევე ცნობილი იყო ის, რომ ის არ აპირებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას და მისი თანაგუნდელები პარტიის ოფისში, რომლის სახელწოდებაც არის კოალიცია ცვლილებებისთვის, უნდა შეკრებილი იყვნენ მისთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით. აი აქ უკვე მისი ადვოკატები და თანაგუნდელები, ესე ვთქვათ, უკავშირებენ გუშინდელ დაკავებას დღეს გასამართ პროცესებს. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ის არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს და მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან კრიმინალს. გააჩერეს და დარწმუნდნენ, რომ ნიკა იჯდა მანქანაში, გადმოსცეს რაციაზე, რომ ობიექტი მანქანაშია, ათეულობით პოლიციელი თავს დაესხა ნიკას, იქცეოდნენ როგორც კრიმინალები, დააგდეს იატაკზე, შემდგომ სამარშრუტო მანქანაში, სადაც დაახლოებით 10 პოლიციელი ძალადობით, შეურაცხყოფით წაართვეს ტელეფონი, ცდილობდნენ ტელეფონში ასე ვთქვათ ინფორმაციის მიღებას, ვინაიდან Face ID უყენია, ცდილობდნენ მის სახეზე მინათებას ფანჯით, მაგრამ ვერ გახსნეს, მას მოექცნენ როგორც, რა ვიცი, უკანასკნელ კრიმინალს. არავით არის განმარტება, არავით არის ასე ვთქვათ უფლებების განმარტება, არავით არის ზარის უფლება. მიაყენეს ფაქტობრივად შეურაცხყოფა, დააგდეს სამარშრუტო ტაქსის ასე ვთქვათ იატაკზე. მას აქვს დაზიანებები ხელის მაჯის არეში. და ნუ ეს არის ერთადერთი ფაქტობრივად იქცეოდნენ როგორც ველურებიო ნიკა ესე გადმოსცემს. საკითხზე გაკეთდა ბუნებრივია პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ ნიკამელიას დაკავება ცალსახად მიანიშნებს მათი თქმით რეპრესიების გაძლიერებაზე ქვეყანაში. დღეს ბრიფინგიც გამართა მაგალითად საომე ზურაბიშვილმა ექს-პრეზიდენტმა მის ფორმატში შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენლებთან ერთად და თქვა, რომ ის შეხვდა ამერიკელ სენატორს, აგრეთვე ვაიმარის ქვეყნებს გაუგზავნა წერილი, სადაც საუბრობს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ, როგორც ჩანს, საომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო ითხოვს, რომ გაძლიერდეს ზეწოლა ქართული ოცნების მიმართ. აი ეს დაკავებები, მათ შორის, მათი თქმით მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება არის შეშინებული. აი თავად ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ კანონი არის კანონი და მას ყველა უნდა დაემორჩილოს. გაძლიერებული რეპრესიებით თვითონ ქართული ოცნება და არ ლეგიტიმური მთავრობა ძალიან სუსტდებიან ყოველ დღე, იმით რომ დღეს მე შევხვდი პლატფორმის სახელით, შევხვდი სენატორ დეინს, ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, რომელიც კავკასიაში არის ჩამოსული. ასევე მიმართეთ ერთობლივად და ეს წერილი იქნება გაზიარებული თქვენთვის, მიმართეთ ვაიმარის სამივე ლიდერს, გაუმეორეთ, ცხადი არის ის მთავარი ჩვენი ორი მოთხოვნა, რომელიც რჩება ურყევი, ეს არის პოლიტიკური პატიმრების და კიდევ უფრო აქტუალური დაუყოვნებლივ განთავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების. ასეთი ისტორიები მე მაქვს მოსმენილი 90-იან წლებში ხდებოდა.
თბილისში, როდესაც მხედრიონის და სხვადასხვა ბანდფორმირებების თავდასხმა ხდებოდა ადამიანებზე და დღეს ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აკეთებინებს ბიძინა ივანიშვილი. მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის, ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ირაკლი ოქროაშვილის, სხვა პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნის პერიოდში ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს პოზიციას, როგორც ოპოზიციური პარტიების. ხვდებით თუ არა ერთიანი რაღაცა სისტემის ნაწილი და რეალური ერთიანობით უპირისპირდებით თუ არა ივანიშვილს. ვადაც ჰქონდა ნიკა მელიას სასამართლოს ხდომაც არ იყო შემდგარი, გაიტაცეს ქუჩიდან თითქოს და მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომმა ადამიანმა რაღაც დაუმორჩილებლობა გამოიჩინა. ეს არის ყველაფერი ფარსი. არსებობს კანონი უნდა შესრულდეს. და თუ კი უტევ სამართალდამცავს, მათ შორის თუნდაც სიტყვიერად, თუმცა ფიზიკური შეტევაც ბევრი გვახსოვს ნიკანორ მელიასაგან, რასაკვირველია, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. და არ არსებობს სოფლიოში დემოკრატია, სადაც ესეთ დანაშაულს რეაგირება არ მოყვება. პროცესი, რომელზეც პროკურატურა მოითხოვს გირაოს არ გადახდის გამოპატიმრობის შეფერდებას ნიკა მელიასთვის, გაიმართება დღეს 2 საათზე. გამოცხადება თუ არა თავად მელია ამ აღკვეთი ღონისძიების შეფერდების პროცესზე ჯერჯერობით არის უცნობი. ჩვენ უახლესი ინფორმაციით შემდეგ გამოშვებაში დაგიბრუნდებით. მადლობა თათია ტაბეშაძე იყო პირდაპირ ეთერში.